ჩაიტარებს იქნება ჯანდაცვის მინისტრი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაქცინაციის კაბინეტში, სადაც ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ გაიგეთოს ვაქცინაცია. ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესს პირდაპირ ეთერში ვადევნოთ თვალი. ეხლა მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი და შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვნახოთ, როგორ გაიგეთებს ვაქცინაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. ბუნებრივია, ეს მინისტრისთვის არ არის პრივილეგია, ეს არის ერთგვარი მაგალითი მე პერსონალისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვინც შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. როგორც ხედავთ, პროცესი დასრულდა და ეს პროცესი თითქმის არ განსხვავდება ვაქცინაციის სხვა სახისგან. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავისაუბროთ ქალბატონ ნინოს. ქალბატონ ნინო პირველ რიგში როგორი შეგრძნებაა და რა შეგვიძლია თქვათ და რა შეგვიძლია ვთქვათ მეტპერსონალს და იმ ადამიანებს, რომლებიც შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილი. პირველ რიგში მოუწოდება პერსონალს უფრო მეტი აქტივობისაკენ ჩვენ ველოდებით რეგისტრაციაში და ვაქცინაციის პროცესისათვის, ვინაიდან თქვენი წინ კაცობრიობაში არ არსებობს სხვა იარაღი, რომელთაც შესაძლებელია მსგავსი პანდემიის უკან დახრება. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი პანდემიის დასასრულის დაწყების, ეს არის ვაქცინაცია. ამიტომ ყველას გელოდებით გვაქვს იცით AstraZeneca საზინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც აქვს ჟამოს ავტორიზაცია და ის აკმაყოფილებს ყველა ეფექტურობის და უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტს. 100%-იან პრევენციას უკეთებს მძიმე შემთხვევების განვითარებას, ამიტომ ყველას მოუწოდებთ ინტენსიურად ჩაერთო პროცესში და ველოდებით ვაქცინაციას. და ქალბატონ ნინო, პირველ რიგში გაიგეთებს მეტპერსონალი აცრას და თქვენ ვიცით რა განწყობებია, აი თქვათ რამდენი პროცენტი არის მზად იმისთვის, რომ გაიგეთოს, თუ არის აქაც სკეპტიკური ნაუკლებელი? მეტი წელი რა თქმა უნდა არის თანახმა, არ ყავს სკეპტიკოსებიც, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის მაგალითი უნდა ვიყოთ, ამიტომ ჩვენ ველოდებით ყავს ესეთი ცნობადი საფრთხეები, რეანიმატოლოგები, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებიც მაგალითს აძლევენ სხვა პერსონალს, ამიტომ რაც მეტი იქნება ჩვენობა, ასეთი ექიმების იქნება უფრო კარგი, ველოდებით ყველას დღეიდან უკვე დავიწყეთ პროცესს. მადლობა, ეს იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, რომელმაც აჭარაში პირველმა გაიკეთა აცრა, მაშინ ასე რეგიონში იწყება ვაქცინაციის პროცესი, ბათუმიდან დაიწყო და სულ აჭარაში მოქმედებს 9 ვაქცინაციის კაბინეტი, მათ შორის 4 ბათუმში, 5 კი გეოგრაფიული გადანაწილების მიხედვით აჭარის მუნიციპალიტეტებში, სადაც ხვალიდან დაიწყება იმუნიზაციის პროცესი. მადლობა ნინო გაიგო. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. ეს არის ლაივი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სადაც ახლახანს აიცრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. ბათუმში და აჭარაში დაიწყო ვაქცინაციის პროცესი COVID-19-ზე. შესაძლებელია დღეისათვის სამედიცინო პერსონალის აცრა. ვაქცინაცია მიმდინარეობს აჭარის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეხლა გაჩვენებთ, ეს არის სივრცე, სადაც შეკრებილები არიან медპერსონალი და ელოდებიან თავიანთ რიგს იმისათვის, რომ ვაქცინა გაიკეთონ. პირველი ვაქცინა გაიკეთა ნანა ჯინჭარაძემ, ეს არის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვაქცინაციის იმუნიზაციის მენეჯერი უკაცრავად. ნანა ჯინჭარაძის შემდეგ ვაქცინა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ჯინჭარაძემ და მან მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ აიცრან. მომდევნო თქვა. ეს არის ეს არის ვაქცინაციის კაბინეტი, აქ ხდება ვაქცინაცია. გაჩვენებთ ამ ადგილს. ეს არის ადგილი, სადაც ვაქცინას იკეთებენ.
სტანდარტული პროცედურა არის ჯერ ივსება ანკეტა და ანკეტის შევსების შემდეგ იკეთებს ვაქცინას კონკრეტული პირი. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ პირდაპირ ეთერში ვაქცინაციის პროცესს. ბატონო ილია, ბათუმელების ლაივში ხართ, რას ეტყოდით თქვენ სხვა კოლეგებს, როგორც ისინი მიმართვიანობა არის დაბალი და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. ნუ პირველ რიგში მოვუწოდებდი ჩემ კოლეგებს, რომ ცოტა იაქტიურონ, იმიტომ რომ ვაქცინაციას უკვე აქვს 200 წლიანი ისტორია, უფრო მეტიც და მილიონით ხალხი აქვს გადარჩენილი აცრებით. თქვენ კარგად გახსოვთ 90-იან წლებში, როდესაც უარნა ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორ წამოიწია შემთხვევები ტეტანუსის, დიფტერიის, წითელასი. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ მედიკოსები ვიყოთ არა მარტო იმის გამო რომ კონტაქტი გვაქვს ხშირი პაციენტებთან. ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობით ვიყოთ ლიდერები ამ აცრის პროცესში. ყველას მოვუწოდებ დროულად. ეს რა არის? ეს არის სერტიფიკატი, სადაც წერია, როდის უნდა გავიკეთო მეორე აცრა ინფექციაზე და რაც შეეხება თვითონ ვაქცინას AstraZeneca-ს, მინდა გითხრათ, რომ AstraZeneca როგორც კომპანია შედის პირველ ათეულში მსოფლიო კომპანიების, იმდენად დიდი ბრუნვა აქვს და იმდენად ავტორიტეტული კომპანია არის. და მინდა გითხრათ, როგორც ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგი, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველა პრეპარატს AstraZeneca-ს, რომელსაც ხმარობთ ჩვენ დარგში. ძალიან ხარისხიანი და ეფექტური აქვს. ამიტომ ეს შიში არ უნდა იყოს. სადაც მარტო ბრიტანეთში არის 11 მილიონი უკვე გახარჯული დოზა, ავსტრალიაში 3 მილიონამდე, 6 მილიონი ევროკავშირის ქვეყნებში. ამიტომ ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც უკვე აღიარებულია პროფესიონალების მიერ. მადლობა. შეგახსენებთ ბათუმელების ლაივში უყურებთ პროცესს, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია აჭარაში, როგორ დაიწყო უბრალოდ. ეს არის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ხდება COVID-19 საწინააღმდეგო აცრა. სადაც ტარდება COVID-19 საწინააღმდეგო აცრა. პროცედურას გეტყვით. ეს არის ვაქცინაციის ოთახი. ვაქცინაციის ოთახისგან აცრილი პაციენტი გადმოდის ასე ვთქვათ მოსასვენებელ ოთახში, სადაც დაახლოებით 30 წუთი უნდა დაელოდოს. ეს არის დაკვირვების ოთახი. და 30 წუთის შემდეგ უკვე შეუძლია დატოვოს ვაქცინაციის ცენტრი აცრილმა მოქალაქემ.
მეტ პერსონალის ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ ოთახს, სადაც მიმდინარეობს. ექიმები მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს, რომ გაიარონ რეგისტრაცია და აიცრან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. შეგახსენეთ, კიდევ ერთხელ დღეს 15 მარტს აჭარაში დაიწყო ვაქცინაცია COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. ჯერჯერობით აიცრება სამედიცინო პერსონალი. სწორედ მათთვის არის განკუთვნილი ვაქცინა.